გამარჯობა. თქვენი სახელი? ლიანა ახალაია. სოფელ ლესიკინეში დავიბადე, დავამთავრე იქ საშუალო სკოლა. ეხლა ცხოვრობ გდანში, მეშვიდე მიკროში. წლევალნობა თქვა? არ ვთქვი, არა, არ ვიცი. უფრო კაია. მე დაინტერესდა, რამდენი წლის არის? ეს ხალხი აზარში შევა. ისედაც იმდენი პაკლონიკები მყავს, ყველას ვაგდებ. არ მინდა. სუიტანჯონ ეხლა. პატარობიდან ძალიან მიყვარდა სიმღერა. მე გავთხოვდი, მე გათხოვება ხო იცით როგორია. ვიყიდე ერთი პატარა ხო დეკეული. გავზარდე, გახდა დიდი ძროხა. გამიხადა 10 ძროხა. იმის შვილები გავამრავლე და ძროხას რო წველი და რო უკრამ. აი სანტა ლუჩიას ღერი ვარ და ვაფშე უკრავს მუსიკას. გადაღებული მაქვს. რამდენი წელი გადის ეს ნიჭიერები და ვერ ბედამდე. ხო და როგორც იქნა მეზობელმა მითხრა რომ ლეაო შენ თუ არ წახვალო მე მეწყინებაო აი ჩემი ხათი წადიო. ნატურული მასწავლებელია მუსიკის ხაკაიაში ცხოვრობს ნატურული. ლია წადი ჩემი ხათი. ხო და იმან მიბიძგა ესა. იმდენი მეხვერწა რომ წავედი და დღეს აქავა. ნიჭიერი გეხმარება თამაშობ თქვენი ოცნება არის. კი ძალიან აი გაიხაროთ მაგის მომგონმა. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება. ლიანა ახალაია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინე. ძალიან სასიამოვნოა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ქალბატონო ლიანა, დღეს რა უნდა გააკეთოთ? ნიჭიერის სცენაზე. უნდა იმღეროთ? კი. წარმატებას გისურვებ და ნუღელად შეგიძლიათ დაიწყოთ როცა. ოღონდ ღილაკი არ დააჭიროთ, ცოტა ხანი მადროვეთ. ადაჭიროთ. ქალბატონო ლიანა, მე გპირდებით რომ არ დავაჭერ. ეს ჩემ სკენება. ხელები ჩავწიე რომ ღილაკს არ დავაჭირო ქალბატონო ლიანა. ნახე დაიბა ხელები. შეგიძლიათ დაიწყოთ. მუსიკა რო დაიწყება, მერე დაიწყეთ ქალბატონო ლიანა. ხო, ნუ ნერვიულობ. გისმენთ ყურადღებით. ხელები მართლა დასაფრელი მქონია. ჩემი საყვარელი სიმღერა. ძალიან კარგი იყო.
აიმე. ქალბატონო ლიანა. უსმენო მოხვედით თქო, ნამდვილად ვერ ვიტყვი, ეგრე არ არის და იმიტომ. გელვის ბრალია, სახში უფრო თამამად ვარ და აქ. ღმერთო დიდებულო. აქაც საკმაოდ თამამად იყავით მინდა გითხრა. ერთხელ ხო გამოვედი, დიდი მადლობელია. მადლობა. კარგად წანდებოდეთ.